ყველა კომენტარს ანუ ცალ-ცალკე აქვს ჩამოთვლილი დაავადებები და აი ეს იკურნება, აი ეს ამაქმე, აი ეს ამაქმე, აი ეს ამაქმე და აი რაღაცა საერთო რო უპასუხოთ, იმიტომ რომ მესმის რომ თითქმის ერთი და იგივე კითხვებია, იმიტომ რომ 10-დან 5-ის მაინც ემთხვევა და გვაქვს ჩაწერილი და ერთი და იგივე კითხვებს, ერთი და იგივე ვიდეოს ხო ვერ ავტვირთავთ, მაგრამ მოდი საერთოდ მაინც ვთქვათ. ავტოიმუნურ ყველა დაავადებებს ვუმკურნალობთ. რა თქმა უნდა და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. სხვადასხვა ავტოიმუნურ დაავადებას სხვადასხვა გამოსავალი შეიძლება კონდეს. ზოგი შეიძლება განიკურნოს, ზოგი შეიძლება შეჩერდეს, ზოგში შეიძლება გამოვიწოთ რემისია, ანუ ხანგრძლივ პერიოდში კარგად იქნება პაციენტი, უბრალოდ რაღაც მომენტში რაღაცა ფაქტორების გამო შეიძლება ისევ გამწვავდეს. არის სისტემური დაავადებები, რომელიც უფრო ძნელად ექვემდებარება, იმიტომ რომ უფრო ბევრი რაღაცის მიღებას და თქვათ ამოღებას საჭიროებს, ან პაციენტისგან უფრო მეტი სიმკაცრის გამოყენებას და უფრო მეტი სკრუპულოზურად შესრულებას მოითხოვს და ადამიანები ხანდახან ვარღვევთ. ამიტომ იმის მიხედვით, რომელი ავტოიმუნური დაავადება რომელ ადამიანს რა სიმძიმით, რა ხარისით აქვს, რამდენი ხანია აქვს, რა დამამძიმებელი ფაქტორები შეიძლება ქონდეს, იმიტომ რომ არის ავტოიმუნური დაავადებები, რომელიც სიმსივნურ დაავადებებთან წყვილში იცის ხოლმე და იმასთან ერთად არის, ხო? სიმსივნურ დაავადებაზე კი შეიძლება რემისიის გამოწვევა, მაგრამ ბოლომდე განკურნება ძალიან ძნელია. ამიტომ ამ შემთხვევაში ავტოიმუნურის ცოტა ძნელი, იმიტომ რომ აქ პარალელურ რეჟიმში სიმსივნესაც უნდა უკურნალო, ავტოიმუნურსაც სიმსივნეს ხანდახან ჭირდება მედიკამენტოზური კურნალობაც, ამიტომ ესეც მწვავდება და ანუ ბევრი ნიუანსია. იმისთვის რომ დაუშვათ კონკრეტულად პაციენტს უთხრათ, რომ მის შემთხვევაში რა იქნება, როგორ იქნება განკურნებაზე ვლაპარაკობთ, რემისიაზე ვლაპარაკობთ, შეჩერებაზე ვლაპარაკობთ თუ სხვა კომპონენტი, აი ინდივიდუალურია და ამიტომ არის ძნელად სათქმელი, რომ აი ამას ვიზავთ თუ იმას ვიზავთ. საერთოდ ჯამში ყველა ავტოიმუნურ დაავადებაზე რეაგირებთ და თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ აი მე არ მახსენდება უბრალოდ რომ პაციენტმა თქვას, რომ მე უკეთესობა არ მქონდა. ანუ ზოგი იძახის, რომ კარგად ზოგი განიკურნა, ზოგი სადაც აღარც გვეხმიანება, ისე კარგად აღარც აქვს დაავადება. ზოგი გვეუბნება, რომ კი უკეთესად ვარ, მაგრამ კიდე რაღაცები დამჭა. არის პაციენტები ეხლა მყავს, აი ნიუ-იორკში მყავს, რომელსაც მითხრა, რომ კიო, რაზეა ლაბა, ისე კარგად ვარო, მაგრამ ხანდახან ვარ ვო, იმიტომ რომ მიყვარს ნამსხური, ვიცი რომ ჭამო, ვიცი რომ ჭამო, ქემეც რამდენიმე დღე, მე რაც მემართება, ვიცი რატომაც მემართებო, მე შევინარჩუნებ კვების რაღაც რეჟიმს, მისწორდებაო და მე ვაწყობს ესეთი. არის ეგეთი სიტუაციებიც, ამიტომ ანუ ავტოიმუნურ დაავადებებს ქიმიური პრეპარატები ამწვავებს? ავტოიმუნურ დაავადებებს ქიმიური პრეპარატები არ შველის, ნიღბავს. არის ავტოიმუნური დაავადებები, ხშირ უმეტეს შემთხვევაში იყენებენ ჰორმონალურ საშუალებებს, ან არაჰორმონულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს, რომელიც ნიღბავს სიტუაციას, ანუ იმუნურ სისტემას ადებილებს, აჩვენებს და მის რეაგირებას აქვეითებს. ავტოიმუნური დაავადება ყველა არის იმუნური სისტემის დაავადება. როდესაც იმუნური სისტემა ებრძვის ჩვენ საკუთარ ქსოვილს, უჯრედს, ნივთიერებას, ხო? რომელიც ჩვენია, მეგობრებო, ვერ ხვდება, რომ ჩვენია. და ჰორმონებით რა ხდება? იმუნურ სისტემას აჩლუნგებ, რომ ვეღარ იბრძოლოს, ასუსტებ, მაგრამ ამას თავისი უკუჩვენები ვერ უარყოფითია, ხო? შესაბამისად ორგანიზმის შეღწევადი ხდება, დაავადებების უფრო ადვილად შეიძლება დაავადეს, შეიძლება სიმსივნური პროცესები დაიწყოს იმუნური სისტემის დაქვეითების გამო. ამავე დროს ჰორმონებმა სხვა ფაქტორებსაც აზიანებს, მათ შორის ნივთიერებათაც, მათ შორის შაქრები და გლუკოზის სვასლის გამოც მე სიმსუქნე და ქვეყანა რაღაცები შეიძლება განვითარდეს. ანუ ყველაფერს აქვს თავისი მედიკამენტმა შეიძლება არ გაამწვავოს, მაგრამ ბევრი რამე შეიძლება გააფუჭოს და უბრალოდ მიჩქმალოს სიტუაცია, რომ დაგებზარა კედლები და კარადა მიაყუდე, რომ ვერ დაინახო როგორ ინგრევა.